წეღან ორი მეგობარი ჩხუბობდა ქუჩაში და ის ნობილი ამბავი გამახსენდა. ორი მეგობარი მიდის უდაბნოში, მიეხეტებიან უпроსწორად, მწყურვალენი, მზისგან გათანგულები. რაღაცაზე წაკამათდნენ და ერთმა მეორეს მუშტი გაარტყა. დავარდნილი წამოდგა და ქვიშაზე ხელით დაწერა: დღეს ჩემმა მეგობარმა მუშტი დამარტყაო. გააგრძელეს გზა. მეგობრები იყვნენ და არც სხვა ვინმე ყავდათ ერთმანეთის გარდა იქ. რამოდენიმე დღიანი ხეტიალის შემდეგ ოაზისს გადააწყვნენ. სიხარულისგან შეცვიდნენ და წყალში ჩახდნენ, რომ ცოტა გაგრელებულიყვნენ, მაგრამ იმან, ვინც რამოდენიმე დღით ადრე ქვიშაზე დაწერა მეგობარმა დამარტყაო, ცურვა არ იცოდა და იხჩობოდა და თავისმა მეგობარმა გადაარჩინა. წყლიდან ამოსულებმა მან ქვაზე ამოკაწრა. დღეს მე ჩემმა მეგობარმა გადამარჩინაო. ის მეგობარი ეკითხება, რატო გააკეთეო? ამ რამოდენიმე დღისი როცა ჩხუბი მოგვივიდა, შენ ქვიშაზე დაწერე, რომ მეგობარმა დამარტყაო. ახლა კი ქვაზე ამოკაწრეო. რატომ გააკეთე ესო? მეგობრებს შორის წყენა ისეთი რამეა. არ უნდა დაიტოვო გულში, ის ქარმა უნდა წაიღოს. ხოლო სიკეთე და მადლიერება ის ქვაზე უნდა ამოკაწრო, რომ მარადეულად არჩესო.